ნანა კუნჭულია. Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ნუ ეხლა ვიზუალური ხელოვნება და ერქვა ამას, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი თითქმის ყველა კლასში. მე მინდა ერთ რაღაცაზე გავაკეთო თქვენი აქცენტი. არ იმდენად სახელმძღვანელოს წარდგენა, ამასაც გაჩვენებთ მაგალითად, მაგრამ მინდა ერთ რაღაცაზე გავაკეთო აქცენტი, რომ ნუ არსებობს მესამეს თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ცნებებზე დაყრდნობილი პედაგოგიკით და ეს ძალიან კარგია, იმიტომ ბავშვის სისტემური სწავლცოდნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს სტანდარტი გადავიდეს სასწავლო პროცესში, ხო? ეგ ყოველთვის ესე იყო და აქ ახალი არაფერი არა, უბრალოდ მე მინდა ახლა გავაკეთო ხაზი გაუსვა იმას, რამდენად ახალი სკოლის მოდელვა და კომპლექსური დავალებებით სწავლება ხელი შეუწყო ისეთი სახელმძღვანელოს შექმნას, სადაც იქნება უფრო სტრუქტურირებული, კაფიო დამიზნებული სასწავლის შედეგებზე და აგრეთვე აი ისეთი აქტივობების ჩასმა სახელმძღვანელობაში, რომელიც ხელს შეუწყობს აი იმ დიდ მიზნებს, რაც ყველასთვის თქვენთვის ცნობილია, შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნების მქონე მოსწავლის ჩამოყალიბებას. ეხლა მე დავჭდები და უბრალოდ გადავალ ამ ერთი მხრივ რამდენად და მე თვითონ აი მოგიყვებით შიდა სამზარეულოს როგორ ქმნიდით სახელმძღვანელოს აი ახალი სკოლის მოდელის მიდგომების გათვალისწინებით. როდესაც ფიქრობდით, ხო აი არის სტანდარტში არის თემა, თემატური ბლოკი და ასე შემდეგ და არის ის ქვეცნებები, ხო? და სამიზნე ცნებები, რომელიც სტანდარტშია მოცემული. აი ყოველთვის ფიქრობდით, რომ აი ამ თემატური ბლოკის და თემის ფარგლებში რა სამიზნე ცნებებს მიემართება, რომელ მკვიდრების გამომუშავებას ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს და რა ქვეცნებებს გამოვიყენებთ. ამის მიხედვით ვაყალიბებდით ჩვენთვის კომპლექსური დავალების პირობას. მერე ეს იყო რაღაცნაირად კავშირი, იმიტომ რომ კომპლექსური დავალების პირობა კიდევ ყარნახობდა რომელი ქვეცნებები ამოგვეწია, გესმით და რომელი აქტივობები ჩაგვესვა კიდევ სახელმძღვანელოში. ერთხელ ესე იგი მიდის ფიქრი იმაზე, რომ აი ეს ყველაფერი როგორი კომპლექსური რჩევა მოწმა, მეორე მხრივ თვითონ პირობა გიკეთებს კორექციას უკვე აი იმ თემების და აქტივობების, რაც სახელმძღვანელოში მოიაზრება. შედეგად, რას ვიღებთ, რომ სახელმძღვანელო არის სტრუქტურირებული და სწავლის შედეგებზე კაფიოდ ორიენტირებული. მასალა ძალიან დიდია მოგეხსენებათ, შერჩევა ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ ძალიან მიზანმიმართული უნდა იყოს ყველაფერი. რაც თავისუფლად უფრო კაფიოს ხდის სახელმძღვანელოს და მასწავლებლისთვისაც უფრო ადვილად გამოსაყენებელს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აგრეთვე აი შიდა სტრუქტურის აგებაში სახელმძღვანელოსი აი პრეზენტაციის დროს დასასმელ კითხვებს. ჩვენ ხო ამასაც ვიაზრებთ, რას ვეკითხებით ბავშვებს, ხო? აი შემდეგ იმ თავში თუ თემაში უნდა ჩაიდოს ისეთი სასწავლო მასალა და აქტივობები, რომელიც ესე იგი რას ეკითხები, რაც არ ასწავლე, ხო? ბავშვი ამაზე ხო უნდა გაქცეს პასუხი. აქედან გამომდინარე, აი კითხვები ჩვენ ვიცით, რომ არის იგივე შეფასების კრიტერიუმები და რამდენად მიღწეული სწავლის შედეგი, კითხვებმა უნდა გაზომოს, რაც უნდა ითვისა მოსწავლე და რამდენად გააზრებულად გამოიყენა. ამას ხო უსვამთ კითხვას. ამიტომ ის მასალა ზუსტად უნდა მიემართებოდეს იმ კითხვისკენ. კითხვები უნდა მიემართებოდეს კომპლექსური დავალების შესრულების ნაბიჯებს და აქ უკვე ნაბიჯებზე იწყებ ფიქს, ხო? რას ვაკეთებ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს კომპლექსური დავალება შემისრულოს მოსწავლემ. ამ აქტივობებს უდებ თვითონ სახელმძღვანელოშიც და რა თქმა უნდა სათანადოდ ეს აისახება მასწავლებლის წიგნშიც, ხო? და კითხვა უნდა გაზომოს, რამდენად შეუძლია მოსწავლის ათვისებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ნაცნობ კონტექსტში ტრანსფერი, ხო, გადატანა. აქაც ხო აუცილებლად უნდა იყოს ის რუბრიკა მოცემული სახელმძღვანელოში, რაც ამას შეუწყობს ხელს. ამის მერე კონკრეტულ მაგალითებს მე თქვენ გაჩვენებთ. პრეზენტაციის კითხვები არის ორიენტირი მოსწავლის და მასწავლებლის წიგნში მიზანმიმართული სასწავლო ნაბიჯების დაგეგმისთვის. გასაგებია, ხო? ამიტომ მე რა მინდა ვთქვა, რომ კომპლექსური დავალება არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, მით უმეტეს ჩვენთვის ესე იყო, აი ამ სახელმძღვანელო სტრუქტურის აგების. როგორც პირობა, აგრეთვე საპრეზენტაციო კითხვები, რომელიც ამ კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას დაესმის მოსწავლეს.
და ყველაფერი ხდება ამის შემდეგ. ეხლა იქ იყო ვიღაცა რომელიღაც პრეზენტაციაში ისაუბრა რომ აი ბევრი საკითხებია და კომპლექსური ამას მოიცავს თუ არა, სადღაც კომპლექსური დავალება არის აი ეს აისბერგის თავი, იქ ბევრ ამას აკეთებ, ოღონდ აი იმ თავისთვის რაც ჩანს მერე, ბევრი აკეთებ რაც თვის მნიშვნელოვანია და ამით მე ესე მგონია რომ არაფერი არ დააკვდა მასალის სიმრავლის ხრივ, იმიტომ ბევრი ხრივ შეიძლება ამის მიწოდება, ბევრი მასალის გამოყენებით ერთი მიზნისკენ და ერთი სწავლის შედეგისკენ, სულ ამიტომ არ მგონია რომ ამან რაღაცა სიმწირე გამოიწვევს თქვა და ის თვითონ სახელმწიფო სტრუქტურაში. გასაგებია რომ ეტაპებად არის, ხა აქ ახალი არაფერია, ყველა მიცით თქვენ ყველაფერი და მაგრამ ამას ავსახათ სახელმწიფოში. აი სამოტივაციო გაკვეთილი უნდა იყოს. რატ უნდა გააკეთოს ბავშვმა ეს დავალება და უნდა ეს კონტექსტი, ეს ნაცნობ კონტექსტში უნდა მიაწოდო რომ დაინტერესდეს, რა თქმა უნდა, პირობის გააზრებაზე მიმართული რაღაც აქტივობები უნდა იყოს და აი რა პროდუქტი წარმოგიდგეს, ხო ამას მე რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, აი ამ პროდუქტზეც რაღაცა გარკვეული წარმოდგენა უკვე პირველივე გაკვეთილზე უნდა მიეცეს ბავშვს. ეს ეტაპი გაკვეთილს უდათ ვამბობ, შეიძლება ეს ეტაპი იყოს ერთი გაკვეთილის ნაწილი, ან შეიძლება ორი გაკვეთილი მოიცოს, ეხლა ამ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ეს რაღაცა საქეისო რაღაცაც უწოდებ ჩვენ ისა აქტივობა და მასალა უნდა იდოს სახელმწიფოში, ჩვენ ესე ფიქრობთ და ესეც ავაგეთ. და კომპლექსური და ხო რესურსი და რაღაცა აქტივობები, სხვათა შორის აქტივობები შეიძლება რაღაცა შეთავაზებული იყოს სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, მასწავლებლის წიგნი კიდევ იძლევა საშუალებას იმისათვის, რომ ალტერნატიული აქტივობებით შესთავაზო მასწავლებლებს და რაღაცა აი სხვა იმაზეც გაიყვანო, ხო? Ну, მეორე ეტაპი არის უკვე ნაბიჯები, ნაბიჯის მთავარი კითხვა, რაც მასწავლებლები ხა ძალიან ცუდია რომ აღინიშნა რომ კითხულობენ თუ არა მასწავლებლები მასწავლებლის წიგნს, მე მგონი კითხულობენ, იმიტომ რომ მათ უწევთ ავტორიზაცია და ბევრი რაღაცა ისეთი რაც ადგება მასწავლებლის კითხოს, ეს ნაბიჯის კითხვა თვითონ მასწავლებელს უნდა გაიაზროს და ბავშვიც უნდა მიიყვანოს ამ კითხვის პასუხამდე. Ну, აი მაკონსტრუირებული კითხვები და რესურსები. ანუ აქ შეიძლება აი რაც უკვე აღნიშნე შემოთავაზებული იყოს სხვადასხვა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები. იმისთვის რომ ის რაცაც კომპლექსური მე ხა ამის ახსნას არ დავიწყებ, აქ ყველა გადასარევით იცით რომ აი პირობაში რადეს კომპლექსური დავალების პირობაში და ამის შესრულებას იმისთვის რომ მოსწავლე შეგისრულოს და მე კითხვებზე პასუხი გასცეს, აუცილებელია ის რომ კონსტრუქტივიზმის პრინციპები იყოს გამოყენებული. სხვანაირად ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ თავისთავად უკვე სახელმძღვანელო იგება ამ პრინციპების გამოყენებით. სხვა შემთხვევაში, ხო, ეს შედეგი მიუღწეველი იქნება. და ეხლა აი შედეგად კიდევ აი ესე გამოვიტანე რომ სახელმწიფო სტრუქტურა მოცემული სასწავლო მასალა აქტივობის საშუალებას იძლევა სწავლების კონსტრუქტივიზმის პრინციპების განხორციელების. აქ ორი რაღაცა, ერთი რომ ახალი სკოლის მოდელი გვეხმარება ასეთი სახელმწიფო ავაგოთ და ჩვენ კიდე ასეთი სახელმწიფოთი ვეხმარებით რომ ის რაც სტანდარტში წერია უკვე სასწავლო პრაქტიკაში იყოს გადატანილი და გადატანილი იყოს უკვე უშუალოდ საკლასო ოთახში. ხო ყველა მასალა რაც არის სახელმწიფოში მოცემული, ეს არის ილუსტრაციებია თუ აქტივობებია და ასე შემდეგ, თემის კონტექსტში უნდა იყოს, უნდა მიემართებოდეს კომპლექსური დავლის შესრულებისკენ. სხვათა შორის, აი ეგ ცოდვა ესე ბჭყალებში რომ თქვა ძველ სახელმწიფოში უფრო იყო, აი რაღაცა ეფექტისთვის შეიძლება რაღაცა ილუსტრაცია ყოფილიყო. მე ხელოვნების წიგნის ავტორი ვარ და მეც არ მინდა ისეთი ილუსტრაცია, აი თქვა რაღაცა გვერდზე რომ უბრალოდ ალამაზებს მას და რაღაცა არ არის იმ კონტექსტში და იმ თემის და იმ თემატური ბლოკის და ან იმ სამიზნეებისკენ არ მიემართება. თვითონ როგორ ავაგეთ თემატური ბლოკი ერთი თემა რას ტიპის სახელმწიფოებით ჩავდით იმისთვის რომ აი ეს თუდაც აი მოდი დავერქვათ ესე ახალი სკოლის მოდელის მიდგომები განხორციელებულიყო ჩვენთან. ყველა თემა იწყება ესეთი გაკვეთილით რას ვაკეთებთ, რომელიც არის ერთგვარი кейსი მოსწავლეთა დაინტერესებისთვის, გააქტიურებისთვის და რომელთაც იწყება ყოველი თემის შესწავლა, ხო? მე გაკვეთილები, სადაც აი ნაბიჯებად გავდივართ იმ სასწავლო მასალას და აქტივობებს, რომელსაც
როდესაც მივყავართ იმ კომპლექსური დავალებისკენ, გაკვეთილი სცადე, რომლის დროსაც მოსწავლეები ექსპერიმენტებით აკეთებს საკუთარ აღმოჩენებს და მიგნებებს, იქ არის რაღაცა, ზოგ ქვეცნებას, რაც ჩვენ გვჭირდება, პირდაპირ კი არ ვაწვდით ამას, არამედ რაღაცა ასე გააკეთე, ისე გააკეთე, აბა რატომ მოგეწონა შენი დასკვნა გამოიტანე. ნუ იმოგზაურე ამ შემთხვევაში ჩვენ, რომელიც გვინდა რომ აი მისგან ემოციური დამოკიდებულება გამოუმუშავდეს ხელოვნების ნიმუშებისადმი და თვითონ გაკვეთილი, რომელსაც ხდება კომპლექსური დავალების შესრულება. აი ასეთ გაკვეთილებში გაიხსენე გვაქვს რუბრიკა, სადაც ყველა იმ ეტაპს ვახსენებთ, წინა გაკვეთილებში გავლილ ეტაპებს, შემდეგ ამის გახსენებით, შემდეგ ვთავაზობთ თვითონ კომპლექსური დავალების პირობას. რა თქმა უნდა, წიგნში ეს უფრო მოსწავლის ენით არის დაწერილი, მასწავლებლის წიგნში შეიძლება ცოტა ის. და დღესასწაულები გვაქვს, პროექტები, რომელსაც მეშვეობთ და მოსწავლეს აი კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებით უნარებთან ერთად უმუშავდა ჯგუფური მუშაობის უნარები და ეს კომუნიკაციის და ასე შემდეგ. აი ესეთი მაგალითია იმისი, რომ აი რას ვაკეთებთ, ეს კონტექსტ მაგალითია, უბრალოდ ამოჭრილი ახლა აქედან. აი პირველი არის ყოველთვის, ნახეთ, მის კონტექსტში გადატანა, რომელიც ცხოველი გიყვარს ყველაზე მეტად, სადი აცხოვრებდი შენ ცხოველს. ამის საბოლოო არის, ამის კომპლექსური დავალება არის, რომ უნდა შექმნას დიორამა, სადაც გამოსახავს ეს სხვადასხვა ცხოველს. ჩასვამს და აქ თვითონ კონტექსტი მიდის იმაზე, რომ აი სადაც ცხოვრობს შენ ცხოველს და ასე შემდეგ. შემდეგ არის აი რუბრიკებს აქვს მნიშვნელობა, აი რუბრიკებიც გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ კონსტრუქტივისტური მეთოდებით ავაწყოთ გაკვეთილები. ეს არის აღმოაჩინე, რომელიც დაკვირვებით რაღაცა უნდა აღმოაჩინოს. აქ ეხა რადგან დიორამა უნდა შექმნას, აქ არის შეთავაზებული ორი რამ, რომ არის სურათი და ნახატი და დიორამა, ესე იგი, რომ ის უკვე 3D გამოსახულება და ასე შემდეგ, ეს განსხვავება თავად უნდა იყოს. შემდეგ ითამაშეში აი ცხოველები არეული და ასე დიორამის მაგალითია, მერე დააკვირდი და უპასუხე. ესეც არის იმისთვის, რომ აი თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა და შექმენი. ანუ ჩვენი არის, რომ აი ის გაიაზრე ეს მოცემულობა შენ ცხოვრებაში, მერე არის, ანუ აღმოაჩინე გარესამყაროში თუ მოცემულ ილუსტრაციებში თუ ასე შემდეგ, არის შემდეგ ისა რა ქვია, ეს ითამაშე, იმიტომ რომ დაწყებით კლასებთან გვაქვს საქმე და ნუ დააკვირდი და უპასუხე და აი შექმენი კიდევ ვიმოვა. ეს არის აი ესეთი გაკვეთილი, ერთ-ერთი ესეთი ტიპური გაკვეთილი. აი ამ რუბრიკებით ხორციელდება აქაც აი ეს თანდათან, ანუ იპოვოს, თვითონ გაითამაშოს, სადღაც დააკვირდეს ნახოს, აი აქ იქნება რომ გაახმოვანეს, იმიტომ რომ მიმიკებიზე აქ და აი მიმიკების მიხედვით უნდა გაახმოვანეს ეს მუთულის პერსონაჟები და მე თავადაც შეძლოს ამის დახატვა. აი ახლა გაკვეთილი სცადე, როდესაც აი ჩვენ გვაქვს ესეთი ქვეცნება ფორმაზე გამოსახულებების განაწილება. აქ აი უნდა დაჭრან ესეთი ისინი, აბა შენ თვითონ სცადე, სხვადასხვანაირად გააკეთე ეს ყველაფერი და ისე რა ქვია, როგორ უფრო მოგეწონა, რატომ იმჯერ ერთ კუთხეში დადეს სხვა და გადაანაწილე, რატომ ბავშვი თვითონ მივიდეს აქამდე, როგორ ურჩევნია და რა აი ამ ფორმების განაწილება თვითონ აი ამ ფორმაზე. აი აქ დავით კაკაბაძის როცა აუხსენეთ, ნახეთ, ძირითადი ფერები, შედგენილი ფერები, ხო? და ეს ფერები იპოვე აქ და თან იმოგზაური აქ, აბა, საწახვალო, სად ივლი იმისთვის, რომ აი შენ ეს ფერები იპოვო და ასე შემდეგ. და თვითონ აი კომპლექსური დავალება, სადაც მინდის ნელ-ნელა ეს გახსენება იმისი რა გაიარე, ეს ამის კომპლექსურია, უბრალოდ ჩვენ ამოვჭერი და ჩავსვი ამ იმაში რა ქვია პრეზენტაციაში, გაიხსენებთ და მე თვითონ მინდის კომპლექსურის პირობა. აი იმისთვის რომ გადაიტანოს, აი კიდევ რას გაიძულებს ჭყალებში რომ ვთქვათ, ახალი სკოლის მოდელი იმას რომ წიგნი იყოს ტექნოლოგიურად გამართული, თანამედროვე იყოს წიგნი. აქ ჩვენ გვაქვს მოცემული QR კოდები, სადაც თუ მასწავლებელი შეძებს კლასში, თუ არ შეძლებს და სახლში მოსწავლა, მიადებს ამ იმას და იქნება ცოცხალი გაკვეთილი. აი მაცივრიდან გამოიღებს ჩვენი კოლეგა მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილს გთხოვეთ ეს გაეკეთებინა, როგორ აწყობს რაღაცა ფიგურას, რა თქმა უნდა იმ თემასთან მიმართებით. მე ამის დემონსტრირებას აღარ დავიწყეთ, აი დაახლოებით ესეთი რაღაც მხიარულად, ახლა კიდევ შევხვდით ერთმანეთს და შემდეგ, ანუ წიგნი იძნება საშუალებას ტელეფონი მიადოს და მასწავლებელმა კლასში გააზიაროს, თუ არა და სახლში მოსწავლებდა, ანუ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, ანუ ამოვიდეს წიგნიდან ცოცხალი მასწავლებელი, რომელიც ძალიან მხიარულად იმ თემაში რაღაცას აუხსნის.
კი ბატონო, აი ეს რუბრიკებზე მე თქვენ მოგახსენეთ, რადგან პირველი და მეორე კლასია თავიდან იწყება ესეთი რუბრიკით მასწავლებელი, როცა მასწავლებელი უნდა წაუკითხოს და ტექსტის გარეშე ვერაფრით ვერ მივხვდით, როგორ უნდა დაგვეწყო ეს ყველაფერი და ვიფიქრეთ, რომ ეს იქნება ეს ლოგო, აღმოაჩინე, ითამაშე, ნუ დააკვირდი უპასუხე, შექმნედი და მე მხიარული გაკვეთილები, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. აი აღმოაჩინე ესეთი გაკვეთილები, აი ხაზებზეა მაგალითად, ფოტოებია მოცემული და აი ნახეთ იპოვე ესეთი ხაზები რეალურ ცხოვრებაში და მე ასეთი ხაზებით რისი გამოსახვა შეიძლება. აკიდე თითქოს აი მით მიკროსკოპით დაკვირვებული, აი ხატვარმა რა გამოიყენა აი ცოცხალი ბუნებიდან სიტყვაზე, ხო? აი ნელ-ნელა ნახეთ აი ითამაშე გაკვეთილში. აი რითი განსხვავდება ეს მატარებელი იმისგან, იმიტომ რომ აქ სპირალურ ხაზებს ვასწავლით და ესე ხოლ ხაზებს და ასე შემდეგ. ნელ-ნელა აი რა ხაზს რისთვის გამოიყენებ. აქ თქვა იპოვე ეს გამოსახულები ასოციაციურად რას მოგაგონებს და ასე შემდეგ. იგივე ხო აი დააკვირდი და უპასუხეში. მარტო ის არა, აი რას გზნობს ეს ხალი არის კითხვები, რა ჩაესმის ყურში. აი ამ ორი სურათიდან აქეთ სადაც ხედავ იაპონურ გრავიურებს, სად იმოგზაურებდი და ასე შემდეგ. და შექმენიში აი აქაც იცით ნაბიჯ დაწყებული, ესე იგი მარტივიდან რთულისკენ რა თქმა უნდა და ესეც კონსტრუქტივის მთავარი პრინციპს ვიცავთ ყოველთვის და ძალიან მკაფიოდ გვინდა რომ არ შეგვეშალოს ეს ყველაფერი და აი ამ ხაზების გართულებითაც თქვენ ხვდებით როგორ მიდის ნელ-ნელა ჯერ ხელის მოტორიკას ამუშავებს, გამოსახულებას ქმნის, კომბინირებულ გამოსახულებას და მე უკვე თავის რაღაცა იდეებს გამოსახავს ამის მიხედვით. და ეს დღესასწაულები, რომლებიც უკვე ესეთ პროექტებია და ასე შემდეგ. რა მიიღწევა ამით? რა გვინდა რომ მინდა ფიქრობთ რომ ეს შევძელით რომ მოსწავლეებში ხელოვნების ნიმუშების აღქმა, მათი გამოხატული ემოციის გაზიარებისა და ამგზით გარესამყაროს შემოქმედებითად აღქმის უნარის განვითარება გვინდოდა ყველაფერი ამის შეჯერებით, დასმული ამოცანის შემოქმედებითა და ლოგიკურად გადაჭრის უნარის განვითარება. აი აქ ხედავთ რომ თვითონ და მოიფიქროს, ჩახატოს ამ ისტორიის გაგრძელება, შემდეგ აფერადებს, მე თვითონ ხატავს, აგრძელებს და ასე შემდეგ. შემდეგ აქტივობები, რაც უკვე მოგახსენეთ, ხელის მოტარიკას ავითარებს, კომბინაციების გამოსახულების და შემოქმედებით პროდუქტს ქმნის და ჩანს როგორ ხდება ეს ყველაფერი და აქ ჩვენ ძალიან გვინდათ არ შევზღუდოთ რა მით მაინც მოსწავლე მით უმეტეს ვიზუალურ ხელოვნებაში და დიდი გასაქანი მიცეთ მით თვით გამოხატვას, ფანტაზიას, წარმოსახვას და არანაირად არ დაიშტამპოს ეს ყველაფერი და ბევრი აქტივობებია აი დამიჯერეთ შემოთავაზებული იმისთვის რომ მან ბევრი გზა იპოვოს თვით გამოხატვის არაფრით არ შეიზღუდოს აი თქვა შექმნილი საოცნებო პარკი იქ შეგიძლია ნებისმიერი კამფეტების თქვა და ნახაჯი წვიმა წამოვიდეს ან რაღაცა როგორ ჩვენ გინდა იმიტომ რომ აი ეს არის მთავარი ამ ეტაპზე ხელოვნების და ზოგადად ხელოვნების სწავლებაში და ნუ აქტივობები მოსწავლეს კრიტიკული და ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. აი როცა ელენე ახვლედიანის ეს ორი სურათია, შენ სად გინდა როგორი ზამთარი, აქ რა განწყობა გეუფლება, იქ რა განწყობა, აქ ითამაშებდი, აქ ჩამოჯდებოდი. ანუ რაღაცა კავშირი ეს ემოციური კავშირი რომ დაუმყარდეს მოსწავლეს იმისთვის და აი რაც მოგახსენეთ, ხო? აი დახატა შეიძლება ყვავილების თოვა, ფერადი ქარი, ბურთების ფოთოლცემა, კამფეტების წვიმა, ანუ აქტივობები ავითარებს მოსწავლეთა თვით გამოხატვა, შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისა და აძლევს ბიძგს მოსწავლეთა წარმოსახვას და თავისუფალ აზროვნებას. Ai ბატონო და აქტივობა სამოქალაქო ცნობიერებისთვის, აი როდესაც აი ესეთი შემაი შენ სადაც ცხოვრებდი ცხოვრს, როგორ გონია ესე ურჩევნია ცხოვრება თუ რაღაცა ესეთ ზოპარში. ან აი აქ ხა ნუ ეს უკვე ვიცით რაღაცა გარკვეული ბულინგის თემა და ასე შემდეგ, აი რომელ წინადადებას როგორც მიუსადაგებ და ასე შემდეგ და ძალიან მოკლედ მინდა კიდევ გაჩვენოთ მე-9 კლასიდან ეს ამონაჭერი რა კუთხით მინდა აი ამ თემის კომპლექსური დავალება ესე ჟღერს დაახლოებით რომ შენი იდეის გამოსახატად შენი გზავნილის გამოსახატად ამ თემაში გავდივართ ახალი დროის ხელოვნებას რასაც ქვია ანუ იმპრესიონიზმიდან დაწყებული დამთავრებული პოპ-არტი და ასე შემდეგ აი ამის გავლის შემდეგ კომპლექსური დავალება ასეთ რომ იდეის გამოსახატად შეარჩია შემოქმედებითა მიუდექი რომელი მიმდინარეობით სტილით გამოსახავს შენ სათქმას და რითი გააკეთებ ამას ხო და ეს გამოიყენე არა პირდაპირ არა ინსპირაციისთვის და მე რა თქმა უნდა იკითხები მითხრა რატო ამ სტილით რა გინდოდა და იმის მიხედვით რომელი შეარჩიე და ასე შემდეგ ხო და აქ იცით უბრალოდ რუბრიკებზე მინდა გავამახვილო ყველა მე თუ ეს კომპლექსური დავალების პირობა მინდა შემისრულოს მოსწავლე და მე
გაატრანსფეროს, ხო? ეს იდეა, რაც მე მაწუხებს იმის გამოხატვა, ეს ხო მისყოფი ცხოვრებაში, მის ყოველდღიურ პრაქტიკაშია, ხო, ამის გატრანსფერება, ხო? ამიტომ მე უკვე გაკვეთილს ვაგებ იმის მიხედვით და იმ აქტივობების მიხედვით, რომ ეს კომპლექსური დავალება იქნას შესრულებული. აი მაგალითად, ხა იმპრესიონიზმის მაგალითი ეს სამოვიტავაციოთ არის ესა. რომ რაღაცა დაინტერესებს ბავშვი, შენ რას ვფიქრობ, ეს სურათი ვინდა რაღაცა. შემდეგ არის, ნახეთ, მხატვრული ანალიზია, როდესაც ადარებს ერთ და იგივე თემაზე შექმნილ ორი სტილის, სხვადასხვა სტილის ნამუშევრებს, ეს ახლა მე-17 საუკუნეა და ნუ მე-19 საუკუნის ბოლო რენუარია და რა მინდა გითხრათ, რომ აი რა მოიტანა ახალმა სტილმა, რაღაცის აღქმაში, რაღაცა თუნდაც ერთ და იგივე თემა როგორ გამოიხატა თქვა ეპოქის და მიხედვით შეიძლება ამ სტილის დანახვა წინა ეპოქების ხელოვნებაში. აი ამ მიდგომების დანახვა, ხო? იმიტომ რომ მას ხო უნდა შეძლოს, რომ თავისი თქვას ამითი, ხო? შემდეგ არის ესეთი შემოქმედებითი სამუშაო, სადაც აი აქ არის ну სხვადასხვა გვაქვს ეს შეარჩიე შენთვის საინტერესო ნამუშევარის მე დაწერე პატარა ჩანახატი ამ და ან მოთხრობა ამის მიხედვით რომ მე ხო ვთხოვ მე კომპლექსურ დავალებაში რომ აი შემოქმედებითად გამომიყენე ეს სტილი არა პირდაპირ გადმოიღო ხო აი რატო ქენი ასე და აი ამ გაკვეთილში მოცემული ეს რუბრიკა ამის საშუალებას მეძებს და რაღაცა სხვადასხვა ვარიანტი გამეორებული რომ ბოლოს ის კომპლექსური დავალება შემისრულოს და აუცილებლად დისკუსია ხშირ შემთხვევაში თითქმის ყველა გაკვეთილი გვიმთავდება დისკუსიით, რომელიც მე გადააქვს, იმიტომ რომ აი რენუარი ამბობდა, რომ არ შეიძლება ხელოვნება უნდა იყოს როგორ გითხრათ, ბევრი დარდია ცხოვრებაში და ხელოვნება აღარ უნდა გაამრავლოს ეს დარდი. ჩვენ დავსახოთ პოზიტიური, ისეთი მსუბუქი ხელოვნება დაგასვენოს და ბრაკი ამბობდა ჟროსბაკი, რომ არ უნდა მოგასვენოს ხელოვნება, ეს იდეების და იმის გამოხატვის საშუალება და მე ვაზრობ უკვე დისკუსიას, იმიტომ რომ იმან თავის იდეა ხო უნდა დამიკავშიროს რაღაცას და ხო შენ როგორ ფიქრობ, როგორ უყურებ, ეთანხმები რენუარს, ეთანხმები ჟორჟ ბრაკს, შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში ვიღაცამ თქვას კიდეც და ესეც არის, ალბათ რომ ესეც შეიძლება და ისე შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მე ხა ამაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაქვს რომ თვითონ გაკვეთილის აგებაც ხდება ყოველთვის იმ სულ იმით, აი თითქოს ეს კომპლექსური დავალება სულ შიჩი გვაქვს ჩაწეული, აი ეს ჭირდება, ეს ჭირდება, ეს ჭირდება და ასე აიგოს მთელი სახელმძღვანელო. მადლობა ყურადღებისთვის, არ ვიცი ხე რამდენი დრო წავიღე, ოღონდ